ანი მიპასუხა ვადოს, რომ ეს ყველა მიცის, რომ თავდაცვა ესეთი არ უნდა იყოს და მრავალშვილიან ოჯახებს დახმარება სჭირდებათ. მთავარი პრობლემა სხვა რაღაცაში მდგომარეობს. ომის პროპაგანდა კი ბატონო ვადომ კარგად ჩაშალა, რომ ოპოზიციამ უნდა ელაპარაკოს ამორჩეულს, რომ ევროპა და ნატო იმისთვის გვინდა, რომ მშვიდობა დადგეს ამ ქვეყანაში. მაგრამ კიდევ არის სხვა ფაქტორები. თბილისშიც კი რაიონებზე ლაპარაკი არ არის, ხალხს აქვთ ესეთი აზრი. კი რუსეთი მტერია და დამპყრობელია, მაგრამ აი აქ ევროპაში კაცი კაცს მოიყვანს ცოლად და ქალი ქალს. ოპოზიცია არ ლაპარაკობს ამ საკითხზე. ისე როგორც საჭიროა. ოპოზიციამ უნდა აუხსნოს ამომრჩევლს, რომ ევროპა არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც კაცს კაცი მოყავს და ქალს ქალი. და საერთოდ არსებობს ისეთი ქვეყნები, სადაც მოსახლეობა საკმაოდ კონსერვატიული იდეოლოგიით არის გაზრდილი, მაგალითად პოლონეთი, სადაც ხალხი საკმაოდ ნეგატიურად არის განწყობილი LGBT-ს წინააღმდეგ, მაგრამ მაინც არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ სამწუხაროდ ოპოზიცია ამ საკითხზე არ ლაპარაკობს. ამაში არნის ვეთანხმები და სიმართლე რომ გითხრათ, არც არასოდეს დავფიქრებული ვარ იმაზე, თუ რამდენად ძლიერი გავლენა აქვს ამა თუ იმ პარტიას რაიონებზე. მოდით გადავიდეთ წამყვანის შემდეგ კითხვაზე. კრიტიკულად მნიშვნელოვანი გამოწვევები. მინდა მომდენ 2 წუთში თითოეულ თქვენგანისგან მოვისმინო, თქვენ როგორც პერსონალურად, ისევე თქვენი გუნდის წევრები, რას მიიჩნევთ, რა საკითხებს მიიჩნევთ ეროვნულად მნიშვნელოვან კრიტიკულ გამოწვევებად და რასთან როგორი ტიპის ხედვები გაქვთ. ვადომ დაიწყო ლაპარაკი ინფლაციაზე. მაგალითად მოიყვანა, რომ საქართველოში ფასები მუდმივად იზრდება და მაგალითად ევროპაში რაღაც 1 ევრო რო ღირს, საქართველოში 10 ლარი ღირს. ვადო თავის პარტიასთან ერთად მუშაობს ამ პრობლემების მოგვარებაზე, მაგრამ რავი, ბოდიში და ვადოს თუ გონია, რომ ბენზინის ფასი დაიწევს აქციზის გაუქმებით, არ მგონია, რომ ინფლაციის გასაჩერებლად 12 სართულს უფრო კაი გეგმა ქონდეს. მაგრამ კარგი, დაულოდოთ, როცა 12 სართული საბოლოო გეგმას ჩამოაყალიბებს და წარადგენს.